იმეთვის განმავლობაში 14 ქალბატონი ემსხვერპლა მამაკაცის მხრიდან ძალადობას. 14 ქალია მოკლული. და ჩვენ გვინდა რომ წინაყუდგეთ ამას. არ ვიცი, რითიც შეგვიძლია ყველას, ქალები ვართ უმეტესობა სტუდიაში და მე მგონი ხმა უნდა აღვიმაღლოთ ყველამ, იმისთვის რომ ეს დამთავრდეს. და თქვენ სწორედ ამიტომ მოხვედით ჩვენთან. მოდით კიდევ ერთხელ მივესალმოთ ქალბატონ ფაკის და დავიწყოთ. ეს იყო ფაქტი, რომელმაც შეძრა ყველა. იმ რამდენიმე დღის განმავლობაში ყველა საუბრობდა. ადამიანი, რომელიც შემდეგ მისი მეუღლე გახდა. რამდენი წლის იყო მაშინ ქალბატონი? სალომე იყო 15-16 წლის. მაშინ სალომე გახდა მისი იმერეთი. მისი იმერეთის შემდეგ თბილისში ჩამოვიდა სამოდელო სააგენტოში და გახდა მას სკოლაში დადიოდა. დადიოდა როგორც თაყვანისმცემელი. როგორც თაყვანისმცემელი. ასაკში დიდი სხვაობა იყო ქალბატონი. არა, ის იყო სადღაც 7 წლით ალბათ. ის ახლა 25 წელი, 6 წელი. 6 წელი. თქვენ გიყვებოდათ ამის შესახებ იცოდეთ? მე აბსოლუტურად სალომეს ყველა ფეხის ნაბიჯი ვიცოდი. ანუ ამ თაყვანისმცემლის არსებობის შესახებ თქვენ იცოდეთ? აბსოლუტურად ყველა ფეხის ნაბიჯი ცხოვრებაში თუ კი რამ გაუკეთებია, თუ კი ვინყავდა მეგობარი ფიზიკურად შეიძლება არ ვიცოდი, მაგრამ ყველაფერზე ყოველთვის მიყვებოდა. ჩვენ ერთმანეთის დიდი მესამედუმლე და მეგობრები ვიყავით, ყოველთვის ერთმანეთს ყველაფერს ვეუბნებოდით. რამდენი ხანი ხვდებოდნენ ერთმანეთს? ისინი შეხვედრით რაიონში ახლა ყოველთვის ხვდებოდა, ის იყო პოლიციელი, უკვე პოლიციელი იყო. პარკში ხვდებოდა, სალომე გამოვიდოდა ამას. ანუ სალომესაც მოსწონდა. უბრალოდ არ ვიცი ახლა რა დამოკიდებულება ჰქონდა თავიდან, მაგრამ თავიდან არ მოწონდა, იმიტომ რომ სალომეს სწავლა უნდოდა, მაგრამ მე ნელა ეს წამოვიდა ეს სტრატეგია, რომ იგი უნდა შეყვარებოდა და უნდა ყოფილიყო მისი ცოლი და ამის მას თვითონ იარაღიც მუქარაც იყო თავიდანვე რამოდენიმეჯერ თითქოს დაშინებაც იყო. დაშინება რატო? დაშინება რომ თუ მისი ცოლი არ გახდებოდა თავს მოიკლავდა და ეს თქვენ იცოდით ამის შესახებ? კი, რამოდენიმეჯერ ქონდა. და რას ეუბნებოდით სალომეს? სალომეს გარიდებოდა ამ ყველაფერს, არ შეხვედროდა, სალომეს არ უნდოდა სწავლა და ის არ აპირებდა გათხოვებას. მაგრამ ერთ-ერთ ეს იყო 17 დეკემბერი ბარბალობა დღეს სალომეს იყო წასული დაბადების დღეზე, როდესაც შეკრება იყო ამხანაგების და იმ დღეს წაიყვანეს სალომე, სადაც ტელეფონში მამა ურეკავს. მოიტაცეს თუ გაიპარენ ქალბატონი? არა მოიტაცეს, რადგან სალომეს ტელეფონზე რეკავს ჩემი მეუღლე, სალომე არ პასუხობს, შემდეგ სალომეს ყვირილი გვესმის, რომ მე შენ ვერ წამოყვები, სახლში დამაბრუნე, მე გათხოვებას არ ვაპრიებ. მე მხამეს ჩვენ ვერ მოვახერხეთ სალომეს დაბრუნება, სალომე იზოლებით ნუ რა მოხდა იქ არ ვიცი, მაგრამ სალომე ჩვენ აღარ წამოყვა და თვითონ აღარ წამოყვა. თვითონ აღარ წამოყვა, რა მოხდა არ ვიცი, რა მუქარა იყო, რა სახის მუქარა იყო. ერთადერთი მე რაც მოვითხოვე, რომ ჩემ შვილს არასდროს მივატოვებდი, მას ყოველთვის გვერდში დაუდგებოდი, როგორც დაჭირდებოდა, თავარი არანაირი შანსი არ იყო რომ წამოგეყვანათ ქალბატონი. უკვე ბავშვმა მითხრა მე უარი და ბავშვმა თუ უარი მითხრა, მე გინდოდათ ისე წამო. მე ძალიან მინდოდა რომ წამოსულიყო ჩემი შვილი. ამ დროს 16 წლის იყო. ის ნოემბერში გახდა მეგროდ 17-ის. ბავშვი იყო, არასრულწლოვანი. სალომე დარჩა იმ ღამეს იქ, მაგრამ ეს იყო დღე, სადაც დაიწყო მისი კოშმარული ცხოვრება. მას არ უყვარდა მეუღლე. რას გეუბნებოდა? მეუღლე უყვარდა, რატო არ წამომყვა? თუ არ უყვარდა, თქვათ, თუ რაღაც გრძნობა არ ქონდა, ბევრი კითხვები იყო, მაგრამ რადგან დარჩა, ჩავთვალე, რომ თუ რამე დაჭირდებოდა, რომ დედა დახმარებოდა, მე მზად ვიყავი უკვე. რას გულისხმობთ კოშმარში ქალბატონი? კოშმარში გულისხმობ იმას, რომ ახალი მოყვანილი ბავშვი, რომელიც არასრულწლოვანია, მოსდევს ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომ სალომე თურმე ვერაფერს ვერ მიაღწევს, რომელიც არაჩვეულებრივი მოსწავლეა სკოლაში. სალომე თურმე არ წარმოადგენს არის არარაობა, მას არ უხდებოდა თურმე მოკლეკაბა.
დავიწყდებოდათ ის რომ ის იყო მოდელი და ვინ მიიყვანეს სახლში ამას ყურადღება მეუღლეობნებოდა მას მეუღლეში ოჯახში დამხვედრი უფრო მეტად აქტიურობდა დედამთილი ხო კლასიკური ისტორია რატომ როგორ გონია მიუხედავად ამისა მას სახლში და შვილიშვილები უკვე სალომეს ხლის ყავდა გასაგებია მიზეზი რა იყო როგორ გონია მიზეზი იყო ეკონომიური სიდუხჭირე ეს იყო პიროვნება, რომელიც იყო მოთამაშე, ერთ დროს ეს ძლიერი ოჯახი, დაიყვანა თამაშით, გააკოტრა ასე ვიტყვი და ყველაფერი წააგო და იმის მაგივრად რომ მე რაღაც პრობლემებით შეხვდა და ამ ოჯახი ეს სახლიც კარიც ბანკში ჩაადებინა მის მშობლებს ისევ ამ თამაშის გამო გასაგებია. თქვენ გეუბნებოდათ ამის შესახებ სალომე იყვებოდათ რომ იქ დამცირებულად გრძნობდა. სალომეს დიდი ხანს არ უცხოვრია იმ სახლში. მე თავიდან ძალიან ცუდად ვიყავი, სალომე არ შევირიგე, იმიტომ რომ ჩემთან არ დაბრუნდა რამოდენიმე კვირა ის ანუ ამის ნიადაგზე თქვენ უსიამოვნება გქონდათ. უსიამოვნება მქონდა, რომ არ დაბრუნდა, არ წამოყვამე და რამოდენიმე კვირა ჩემთან არ მოსულა სალომე, მაგრამ როდესაც მოვიდა უკვე მე ბავშვს შევატყვე, რომ ის არ იყო ახალი გათხოვილი ბედნიერი არ იყო ხო არ გავდა არ გავდა ბედნიერს მარტო ის იყო რომ სალომე უნდა ყოფილიყო სახლში დახვედროდა მის მეუღლეს რო დაბრუნდებოდა ნასვამ მდგომარეობაში და ნაგულავები ნასიამოვნები და რესტორანი მოვლილი ყველაფერი ეს ანგელოზი გოგო დამცირებული უნდა დახვდეს სახლში მას არ უშვებდნენ სკოლაში რა გინდა სკოლაში მასწავლებელთან სიარული ზედმეტია სალომეს ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდა მე-11 კლასში იყო ამ დროს სალომე და სკოლაში რატომ არ უშვებდა? არ უშვებდნენ, იმიტომ რომ შენ ვერაფერს ვერ გააკეთებ, ვერ ჩააბარებ, ვერ ისწავლი და ვერაფერს ვერ მიაღწევ. ოჯახში განათლებულ ადამიანზე ზედმეტი იყო საუბარი, მათ სწავლა ეს მიუღებელი თემა იყო. რამდენი ხანი გასტანა ამ ქორწინებამ გასტანა სადღაც 5-6 თვე, მაგრამ ეს ქორწინებაში იყო მაშინაც კი, როდესაც ჩემთან მოდის სალომე და ვხედავ რომ იქ ოჯახში ეხლა ახალი გათხოვილ ქალს რომ ქმარს არ უნდა წაყვეს, დედამთილს არ უნდა წაყვეს და უნდა რომ ჩემთან დარჩეს, უკვე ვფიქრობ რომ იქ ყველაფერი რიგზე ვერ არის, ამიტომ მეც ორჯერ ვარ სულ იმ სახლში ნამყოფი ძალიან ისეთი ცივი გარემო იყო და მე ვეუბნები სალომე მიყვება რაღაც დეტალებს მე საუბრება და მე ვეუბნები შენ დედა უნდა ისწავლო თქვენი ქორწინება რამდენ ხანს გასტანს მაგრამ შენ აუცილებლად უნდა ისწავლო ამაში მე დაგეხმარები მიზეზი რა იყო განქორწინების გარდა იმისა რაც თქვენ თქვით და ჩამოთვალეთ და რამდენი ხანი იყვნენ ერთად ეს ყველაფერი გაგრძელდებოდა 5-6 თვე ერთ დღეს, როდესაც სალომე უკვე ფეხმძიმედ დარჩა სალომე და ერთ დღეს მირეკავს ბავშვი, რომ დედა ტირილით, რომ დედამთილი აყენებდა შეურაცხყოფას და რასაც ქვია ძალიან ცუდ დღეში იყო ბავშვი, მირეკავს მეორე რაიონში შაუბ, მირეკავს ტელეფონზე და მესმის ამ ქალის, მე თქვენ მიეცი ტელეფონი, რა უნდა დამალაპარაკე, მე შენ შვილს არ მივხედავ, რაღაც გალური პრობლემა დაემართა, მე შენ შვილს არ მივხედავ და არ მოუვლი, ბავშვი არაფერი დაემართოს, წაიყვანე ექიმთან. ანუ დედამთილთან მოხდა კონფლიქტი. ხო, კონფლიქტი მოხდა, შემომივარდა დილით და რატო ეს გალური პრობლემა შევდაგემართა შენ და შენი ქმრის ბრალიაო. მე გადაურეკე მის მეუღლეს. საძინებელში შეუვარდა. გადაურეკე მის მეუღლეს, ის კიდევ თათბირში, რა ის თათბირი, წადი ბავშვი მიხედი, არაფერი დაემართოს. უგზავნით ტაქს და თვითონ ყოფილი მეუღლე მოყავს სალომე, იმ დღის მერე სალომე იმ სახლში აღარ დაბრუნებულა.
მე წავიყვანე ექიმთან ყველაფერი კარგად იყო. ეს მისი სურვილი იყო რომ უკან აღარ დაბრუნებულიყო. უკვე მისი სურვილი იყო რომ და მეუღლე მოიყვანა. მეუღლე მოიყვანა, ჩვენ გავგზავნით ტაქსი, ყველაფერი ნივთები ჩაელაგებინათ და წამოეყვანა. მისი სურვილით წამოვიდა მეუღლეც თან ახლდა და მეუღლესაც უნდოდა ეს როგორ შეაჩერა მან დედამისი მას სათქმელი რომ ქონოდა დედას დააუკებდა, მაგრამ ის ვერ გადაუდიოდა იმ ქალს წინ. მე ასე ჩავთვალე. და ამიტომ სალომე რადგან წამოვიდა და იმან მოიყვანა სალომე ჩემთან, ესე იგი ვის ვერ პატრონებს. რამდენი თვის ფეხმძიმე იყო? სალომე იყო რაღაც 1-2 თვის ფეხმძიმეც არ იქნებოდა. ექიმთან წავიყვანე და უთხარი რომ ყველაფერი რიგზია, ბავშვი გავკვირვებით მიყურებს, მე რას ვეტყოდი. მაგრამ მე უთხარი რომ შენი ბავშვი ღმერთის საჩუქარია, შენ დედა უნდა გახდე. და შეხვიც ორი დედა ეყოლება თქო. მერე ქონდა ურთიერთობა ყოფილ მეუღლესთან. როცა ბავშვი დაიბადა, ყოფილი მეუღლე მოდიოდა, მე არასდროს არ მქონია ის რომ მათ შორის ჩამდგარიყავი პირიქით, მე ვიყავი მონდომებული რომ ისინი კარგი თუ დედამთილი იყო ამ ყველაფრის უკან, ისინი ერთმანეთს დაახლოვებოდნენ, შერიგებოდნენ, მოდიოდა ათებდა ღამეს, ცხოვრობდნენ, მაგრამ არანაირი ზრუნვა, რამეს თუ ისშონი და ეგრევე თამაშობდა ასე რომ სალომეს მიმართ რამე ზრუნვა გამოეჩინა. ან შერიგების ცვლილებები იყო, ისინი რიგდებოდნენ, შემდეგ ისევ შორდებოდნენ. ისევ შორდებოდნენ. ეს უკვე თქვენ სახში ხდებოდა. ეს ყველაფერი ჩემ სახში ხდებოდა, უკვე ძალადობის ფაქტებიც იყო, დაშინების ფაქტებიც. აი ამაში რას გულის? ამაში ბევრჯერ ყოფილა ის რომ ჩემ შვილს არ უთქვია, მაგრამ ფიზიკურადაც შეხებია. განიცემდა. სახეში ბევრჯერ გაურტყია, უკაცრავად შეურაცხყოფაც მიუყენებია, მაგრამ სალომე ამას მე თავიდან არ მეუბნებოდა. ჩემს ოჯახში შემოუშვით პიროვნება, რომლისთვის უცხო იყო წყნარი ოჯახი, უცხო იყო ის, რომ მამაკაცი ქალს ეხმარებოდა და ჩემი ოჯახი მრავალსულიანი ოჯახია და ეს ყველაფერი მისთვის უცხო იყო. და ამიტომ მან დაიწყო უფროსობა უკვე ჩემ ოჯახში. ამიტომ სალომე მაუგზავნა, შენ თუ აქ ვერ ძლებ, შეგიძლია მიგზავნდე. ამოდენიმე დაშორდებოდნენ, წავიდოდა, მაგრამ ისევე რაღაც მომენტში ისე დაბრუნდებოდა. ერთ-ერთი წასვლის მომენტს გავიხსენებ, როდესაც სალომე უკვე 2 კლასს ერთად დაამთავრებს, ბავშვი ფეხმძიმედ არის და 2 კლასი ერთად უნდა დაემთავროს და აბიტურიენტია, მასწავლებლებთან დადის. აბიტურიენტია პასპორტის გასაკეთებად მინდის და პროკურატურის წინ ზუსტად არის ის იზრინეს პარკი, სადაც დაინახა ყოფილმა მეუღლემ სალომე პროკურატურიდან გამოდის, ფეხმძიმეა უკვე, სადაც უნდა მორჩეს და გამოდის და გადაიყვანა რომ ვისაუბროთ პარკში ზის, მოდის მისი დედა და სალომეს წდება თმებში ამ ფეხმძიმე ქალს, რომელსაც დედამთილი და ამ დროს მისი შვილის რეაქცია რა, უბრალოდ ფორმიანი დგას იმის მაგივრად რომ დაიცვას, რიგითი მოქალაქეც კი ამ დროს მისი ცოლი, რომელიც მის შვილს ელოდება, რეაქცია არ აქვს. ამ ფაქტს თვითმხილველები ყავდა ქალბატონი. ამ დიახ, ყველა იცნობდა სალომეს და პარკში მოხდა ეს ფაქტიც და დედას რატო ქონდა ესეთი აგრესია რძლის მიმართ? დედას რატომ ქონდა ის ვერ იტანდა, რომ სალომემ გააგრძელა სწავლა, სალომე აღწევდა იმას, რაც მას დაუბარა და უთხრა. დედამთეს უნდა და ყავით ხელში, როგორც თვითონ დადის არა მეზობლებში და ის ასეთ ოჯახში არ გაზრდილა და მას ვერ გააკეთებდა, მას სწავლა უნდა და ამიტომ იყო რომ ეს ყველაფერს აღწევდა სალომე, რაც დაუბარა რომ ამას მივაღწეო. და ზუსტად ეს იყო მათი აგრესია. გასაგები იყო ძალიან ბევრი პრობლემა და ცოლ-ქმარი გაშორდა საბოლოოდ ერთმანეთს. საბოლოოდ მოხდა იმ დღეს. იყო ძალიან ბევრი ვერსია მერე, უამრავი ჭორი. და ამიტომ მინდა გთხოვოთ თუ შეიძლება რომ გვიამბოთ რა იყო სინამდვილეში, რა იცით თქვენ?
იმის მაგივრად რომ ბავშვი დაიბადა და გაჩნდა ამ ქვეყანას მოევლინა, იმის მაგივრად რომ ბავშვისთვის მოევლოთ და მიექციათ ყურადღება, ადგენდა მთელი პოლიცია AK-ფეს ოჯახში და ბავშვი კიდე საერთოდ სამომე გამოსაყვანი თუ იყოს და ბავშვი თუ იყო მისახედი, ამაზე ზედმეტია საუბარი, ეს მასზე ყურადღება არავის არ მიუქცევია. გადის დრო, მოდის ჩემთან სახლში, შანსი მივეცი რომ რადგან ბავშვი გაიჩნდა ამ ქვეყანაზე, მოსულიყო და მის შვილთან ერთად ეცხოვრა. მოუწმეო თახი მივეცი გარემო რომ ეცხოვრა იქნებ. ანუ თქვენ უწყობდით ხელს რომ ისინი შერიგებოდნენ. სალომეს ეს უნდოდა ქალბატონ. უნდოდა, აბა ისე ხო არ გავაკეთებდი. მაგრამ გამოდის ისე რომ ფუჭი იმედებია. რამდენი ხანი იყვნენ დაშორებულები სანამ კვლევა მოხდებოდა? უკვე დაშორებულები ბავშვი რომ გაჩნდა, სადღაც 2 თვის მერე უკვე დაშორდნენ. ეს საბოლოოდ რომელიც საერთოდ აღარ შერიგებულან, ეს არის 2 თვის არ იყო ბავშვი, რომ უკვე დაშორდნენ საბოლოოდ და ის ფაქტობრივად მოდიოდა ჩემს სახლში, ბავშვი მიყავდა. ცხათის იყო სანდრუკა, რომ ალიმენტი დავანიშნიე, რომელიც დღემდე არ ირიცხებოდა აღმასრულების გარეშე და მისი ბავშვისთვის არავინ არაფერს არ იმეტებდა მიუხედავად ამისა, რომ ბავშვი ძალიან მოწონდათ, რომ კარგი მოვლილი ბავშვი იყო, არის იმ დღეს რატომ წავიდა ყოფილ მეუღლესთან შესახვედრად? რამდენიმე ვერსია იყო ქალბატონი და თუ შეგიძლიათ მომიყვეთ რა იყო სინამდვილეში? სინამდვილეში ის იყო რომ სალომე რომ ჩამოვიდა თბილისიდან, სანამ სალომე წავიდოდა თბილისში, მანამ შეურაცხყოფა მიაყენა სალომეს, სანამ თბილისში წავიდოდა მანამდე ჩემს სახლში იგი და რომელსაც ამ დროს მე ვიყოფებოდი სახლში. მე ეს არავერავი თქვენთან იყო მოსული? მოდიოდა ხოლმე და ჩემს სახლში ხდებოდა უკვე ძალადობა. დაშორებულ ცოლ-ქმარს შორის ჩემს სახლში ხდებოდა ძალადობა. ცემდა მაინც სახლში ხეში გაატყა უკვე მე რო სახლში ვიყავი. რამდენი პოლიციაში არ ვიყავი, პროკურატურაში არ ვიყავი, არანაირ ძალადობას არ მოეღო ბოლო. არავინ არ მომაქცია მე ყურადღება. მიზეზი რა იყო ამის? აი კონკრეტულად აიყო. კონკრეტულად იმიტომ მიჩხუბეს რომ თქვათ რატო იყო სალომე მეგობრებთან ერთად წასული თბილისში ისე წინააღმდეგებოდი სამოდელო კარიერას როგორც არანაირად არ წინააღმდეგება იმას არ ადარდებდა საერთოდ სალომეს სამოდელო კარიერა, არ ადარდებდა საერთოდ სალომეს სწავლა. ის უნდა უბრალოდ სალომე ყოფილიყო მისი და არა სხვისი, მაგრამ ყოფილიყო ყველაფრის გარეშე. არაფერი არ ემეტებოდა საერთოდ. ვერსია იყო თითქოს კონფლიქტი მოხდა რაღაც კონკრეტული ფოტოების გამო, არაფერი არ აინტერესებდა ეგეთი სალომეს. სალომესი არ აინტერესებდა ეს მე და ჩვენ მქონდა მხოლოდ გარჩევა როგორ უნდა გადაეღო, მხოლოდ მე დედაშვილი იხილავდა ამ ყველაფერს. მის შერიგებას თხოვდა თუ რა უნდოდა? შერიგებას თხოვდა, მაგრამ სალომე წავიდოდა მაგაზრზე, სალომე არ დაბრუნდებოდა იმ სახლში და სალომე გადმოვიდოდა თბილისში ბოლოს, მისი მული, ეგრეთ წოდებული მისი და იყო ჩვენთან. მე აუგრძალე, საშინელად ვეჩხუბე ამ ყოფილ ქმარს და აღარ შემოუშვი ჩემს ოჯახში და შემდეგ მოაგზავნა მისი და, რომელმაც უთხრა სალომეს და მე გაკვირვებული დავჭი, რომ სალომემ კიდე უთხრა, რომ შეურიგდებოდა თუ ის გადავიდოდა თბილისში. მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე ცემდა. ის ცემდა უკვე, ეს ფაქტი იყო, რომ ის ყოველთვის შეურაცხყოფას აყენებდა სალომეს. იმ დღეს რა მოხდა? იმ დღეს სალომეს, რადგან დარეკილი ქონდა ეჭიანობის საბაბზე და მიზეზზე მინდა კითხოთ, დაიწერა თითქოს მომავალ მეუღლესთან ერთად იყო სალომე. და ამიტომ გეკითხებით, რომ თქვენ გითხრათ სიმართლე რა და როგორ იყო, 1000 ჭორმართალი გავრცელდა. სალომე ჩამოსული იყო ზესტაფონში, ბავშვით სეირნობდა და ამ დროს ყოფილი მეუღლე კეიფობდა რესტორანში. ყველა სალომე რომ გავიდოდა ქალაქში უკვე იმან იცოდა, ყველა ურეკავდა რომ სალომე ქალაქშია ბავშვით და მიაყენა შეურაცხყოფა. ნასმი იყო როგორც ყოველთვის ისვამდა. მიაყენა შეურაცხყოფა, სალომემ უკვე ტელეფონით თუ შეხვდნენ ხალხის წინაშე, მიაყენა შეურაცხყოფა, სადაც მოხდა გენ ინსპექციაში დარეკვა. ეს რას გულისხმობ შეურაცხყოფაში? შეურაცხყოფა მიაყენა, უყვირა ხალხის თვალწინ, უყვირა ეჩხუბა არაფრის გულისთვის. მეგობარი ვინც ახლდა სალომეს, მისი მეგობარიც იყო და მისი მეზობელიც. მისი. ის გოგონა იყო მეზობელი თუ არა, ბიჭი, ხაჟი იყო, რომელიც შეხვდა. მაგრამ რადგან დაინახა ეს ვითომ მიზეზი იყო იმისი რომ მას ჩხუბის მიზეზი ქონოდა
სალომემ დარეკა გენინსპექციაში, მოახერხა მაშინ დარეკვა. მის მერე ურეკავდა სალომეს, რომ დაეფიქსირებია ეს ყველაფერი, რომ ჩასული იყო თბილისში, მაგრამ ვერ მოახერხა, გამოცდები ჰქონდა. სალომე ბრუნდება ზესტაფონში, სადაც ისევ რეკავენ გენინსპექციიდან, რომ უნდა ჩასულიყო სალომე და დაეფიქსირებინა თავისი დანარეკი. სალომე მიდის ზუსტად მკვლელობის დღეს, დარეკილი იყო ქუთაისიდან, სადაც მოხდა სალომე ბავშვი მყავდა გაციებული სიცხიანი და მე ვერ მოვახერხე წაყოლა. სალომე ქუთაისი კარგად არიცოდა, ამიტომ ტელეფონის ზარით ჩავიდა გენინსპექციაში ქუთაისში. ზუსტად 3 საათი იყო შუადღე რომ გავიდა და სალომე ხიდთან გასული, სალომე უკვე უბნის თავში რომ გავიდა, მირეკავს რომ დედა ვეღარ გავიგე საით წავიდე, ყოფილი მეუღლე დამხვდა აქ უბნის თავში, პოლიციაც იქია. ჯერ ისევ ზესტაფონშია. ანუ მიდის ქუთაისში იმისთვის რომ დააფიქსიროს თავისი საჩივარი, რომ მეუღლე მასზე ძალადობს. ყოფილი მეუღლე. ხდება ყოფილი მეუღლე და შეურაცხყოფას აყენებს ქალაქში. შეურაცხყოფას აყენებს თვითონ ქალაქში და მეუბნება ბავშვი მირეკავს, ვეღარ გავიგე დედა საით გავყვე ავტობუსს, იმდენად მომიშალა ნერვებიო. მე ვარიგებ სალომე მიდის უკვე 5-დან 6 საათამდე ზიგს გენინსპექციაში ქუთაისში დიახ რაღაცას მაწერინებენო, იქიდან წამოსულ სალომეს ურეკავ ისე ვაფიქსირებ როდის ჩაჯდა მარშრუტში და ბოლო დარეკვა იყო, რომ 5 წუთში დედა უბანზე ვიქნებიო. უკვე ვრეკავ ტელეფონზე, არ მაგონებს სალომე, უამრავი ზარი გავუშვი, მაგრამ სალომე მე გამოვირთო ტელეფონი, ისევ ჩაირთო, მივხვდი რომ ყოფილი მეუღლის ხელწერა იყო, ამიტომ წერ მესიჯს, რადგან ის პიროვნება იმ წუთში სანამ სალომე სახლში მოვიდა და ჩემთან ეზოში შემოვიდა, ბავშვი ჩაკოცნა და ისე წავიდა. ახლდა ერთი მეგობარი მას. ის იყო ნასმი მდგომარეობაში, მაგრამ იარაღი როგორც ყოველთვის თან დაქონდა. სალომე 5 წუთში გაიწელა, 5 წუთი აღარ მოვიდა სახლში, რადგან მივხვდი რომ ტელეფონი გაითიშა, მერე ისევ ჩაირთო წერმეშიც რომ ბავშვს ეხება ეს ყველაფერი და მომაქციეთ ყურადღება, მაგრამ ამაოდ უკვე სალომე აღარ წერს, აღარ პასუხობს, მე საერთოდ ირთვება ტელეფონი და მერე ხდება ის რომ სალომე მაგებინებენ რომ სალომე ავარიაში მოხდა. ავარიაში და ვიღაც თქვას რომ ესროლესო და რაღაც ინსტინქტი, დედური ინსტინქტი იყო რომ სანამ ამას გავიგებდი, ღმერთო ჩემ შვილს უშველეო. ეს ხმამაღლა წარმოვთქვი. რა მოხდა კაპიტან ფათი? ირინეს პარკში მარტო იყო სალომე მარტო იყო. რატომ გავრცელდა ის ვერსია, რომ ვითომ ვიღაც ბიჭთან ერთად იყო და ეს ყოფილი ჭიანობის ნიადაგზე მოხდა ის მითხარით რა? მე არ ვიცი ეგ რატომ გავრცელდა, მაგრამ სალომეს ბევრი თაყვანისმცემენ თბილისში რომ ჩამოვიდა სალომე, ძალიან ისეთი ბავშვი იყო, ეფექტურიც იყო, ისედაც ნიჭიერი იყო და ბევრი თაყვანისმცემელი ყავდა და მე ვიცი რომ ერთი ბიჭს შეუყვარდა ის და ამბობდა ის ბიჭი ეუბნებოდა, ურეკავდა სალომე ჩემი საცოლიაო, მაგრამ სალომე არ თვლიდა რომ ის საქმრო იყო, იმიტომ რომ ეს მე ყოფილ ქმარზედაც მქონდა ნათქვამი რომ სალომე სანამ წარმატებელს კარიერას არ მიაღწევდა, უკვე მას ისეთი გაკვეთილი აქვს გავლილი, ის არ გათხოვდებოდა და ყველაფერს სალომესაც სხვა აზრი ქონდა ამ ყველაფრის მიმართ და ამიტომ შენ თუ გიყვარს სალომე, უკვე სხვა კუთხით მიუდექი ამ საკითხში, აყვარე ხელახლა თავი და გაუფრთხილდი მას, სულ ამას მეუბნებოდი, იმიტომ რომ სალომე გათხოვებას მეორედ არ აპირებდა ამის თქმა და ჯერ არ აპირებდა ყოველ შემთხვევაში, სანამ ის კარიერას არ გაიკეთებდა. იგი სწავლობდა, გადაბარებული ქონდა უკვე იურიდიულზე და პროკურორობას აპირებდა. მისი შვილით ქალი ელოდებოდა. რას გულისხმობთ კაპიტან ფათი? ანუ სალომეს ყოფილი მეუღლის ანდრეს ცოლი ყავდა. დარწმუნებული ხართ ამაში? დიახ, იმიტომ რომ ზესტაფონი ისე პატარა, არაფერი არსად არ ამალება. და მას რა კავშირი ქონდა უკვე ყოფილ მეუღლესთან, ესეც საკითხავია. ის მას საყვარელი ყავდა და შემდეგ 2 კვირის მოყვანილი უკვე სახლში უჯდა. მიზეზი რა იყო, როგორ გონიათ?
მიზეზი იყო ეგოიზმი. ეჭვიანობა ქალთან ფატი. ეჭვიანობა. თქვა ის მისი ახალი თაყვანისმცემელი რომ ურეკავდა, უბნებოდა რომ მას ხო ცოლი ყავდა უკვე, რაღა ეჭვიანობდა. მას ხო არჩევანი გაკეთებული იყო. ეს იყო ეგოიზმი, რომელიც დედა შთააგონებდა შვილს, რომ შენი შვილის დედამ ყველაფერს აღწევს. შენ კიდე სხვის შვილით ქალის სახში მოყავს. კაპიტან ფატი, ბუნებრივია ჩვენ გვინდოდა მეორე მხარისთვისაც აზრი გვეკითხა, თუმცა საერთოდ ვერავინ ვერ მოვა. ახლოსაც ვერავინ ვერ მოვა, იმიტომ რომ მომიკლეს შვილი, რომლისთვისაც იმათ აბსოლუტურად არაფერი გაუკეთებიათ. როგორც არც რძალი, ბავშვიც, როგორც შვილი არაფერი, აბსოლუტურად არაფერი არ გაუღიათ. თავში არის ულამაზესი სანდრო, რომელსაც ჩასახვა ამ ქვეყანაზე. როგორ? დამიფარა, რომ შენ დედა ყველაფერი იცი, რომ ადამიანი არ უნდა დაბერდეს. სპეციალობით მეღვინე ვარ. ადამიანი რომ არ უნდა დაბერდეს, ამის ფორმულა უკვე შემუშავებული გაქვს. არ მინდა რომ ვინმეს გულისთვის შავი დიდხანს ატარო. ასე გეუბნებოდა. ასე მეუბნებოდა ბოლო დღეებში. დედა სარკეში რო ვიყურები, ბოლოს შენთან სახეს ვხედავ. არ ვიცი, გრძნობდა ალბათ ამ ყველაფერს. ბოლოს ჩამეკრა ისე, რომ ეს პატარა სუსტი არის გოგონა ისე ჩამეკრა, რომ თითქოს ჩემში სხეულში შემოვიდა. მას საერთოდ ცოცხლობ ის არ მომკვდა რა. მას სასაფლაოზედაც ვერ ვტირი ისე როგორც საერთოდ ვტირი, დავდივარ და ვტირი უბრალოდ რომ როცა კაცმა ქალს რომელიც ასე ძალიან უყვარდა, საკუთარი ხელით მოუსწრაფა სიცოცხლე. იცით მე ვერ დავარ რატომ მას სიყვარულს, რადგან როდესაც შენ იმედებ საკუთარი შვილის დედას მოსაკლავად, აქ ყველანაირ სიყვარულზე ზედმეტია საუბარი. ხო, სამწუხაროდ ესეა. რატომ არ აღუდგა არავინ ძალადობის იმ ფაქტებს წინ, რომელიც მანამდე ხდებოდა და რომელიც ყველამ იცოდა? რომ კაცი ქალს ცემდა, სახლში უვარდებოდა, აყენებდა შეურაცხყოფას, მისი დედა თმებით ითრევდა ქუჩაში და ამაზე რატომ დუმდა ყველა? რატომ დუმდა საზოგადოება ამაზე და რატომ ქონდა განსხვავებული რეაქცია ფაქტზე, რომ ქალი ქმარს გაშორდა და ის არის ძალიან ლამაზი და მას მოკლეკაბა აცია. მართლა გულწრფელად მაინტერესებს. რატომ არის საზოგადოების საქმე ის, რომ ვიღაცას შორდება და რატომ ხუჭავს საზოგადოება თვალს იმაზე, რომ ვიღაცას ცემს. მართლა გულწრფელად მაინტერესებს, აი თქვენს გეკითხებით ყველას. რატომ არის ყველას თავისი აზრი, როცა ქალი შორდება ქმარს, რატომ ესვრიან ასეთ ქალს ტალახს, იმიტომ რომ ის ძალიან ლამაზია და როცა ეს კაცი ამ ქალს ცემს ყველას დასანახად, ყველა კარს იკეტავს და ამბობენ, ეს მათი საქმე არ არის. მაპატიეთ ემოციებში შევედი პირველად ცხოვრებაში. მაპატიეთ. ირინეს პარკში, სადაც ეს ყველაფერი მოხდა, სადაც დარწმუნებული ვართ, განან ახალგაზრდები ბავშვებს ასეირნებენ, მოხუცები სეირნობენ, სადაც ალბათ ჭორაობდნენ სალომეზე და ბევრ სხვა გოგონაზე, რომელიც ასევე სალომესავით ლამაზია. ახლა არაფერს არ ამბობენ, აი მართლა გულწრფელად მაინტერესებს, არავის არ ვადანაშაულებ. ერთადერთი შემიძლია გავიხსენო. დღეს კი სამძიმრე. სამძიმრებს ყველა. ერთადერთი შემიძლია გავიხსენო ის, რომ როდესაც ეს ტრაგიკული დღები გრძელდება, რა თქმა უნდა, სალომეს გარეშე ცხოვრობთ, მაგრამ როდესაც ეს ამბავი მოხდა სოციალურ ქსელში, ძალიან შეურაცხმყოფელი სიტყვები დაიდო სალომეს მიმართ, რომ ის იყო, ვთქვათ, მომავალ საქმესთან ერთად იყო და ისინი აპირებდნენ. რომ ცხოვრობდა მომავალი საქმე რა მოხდა? არა, და რომ გათხოვილიყო მეორე. ესეთი სიტყვებიც იყო, რომ რაც დაიმსახურა ის მიიღო ამ გოგონამ, აი ეს იყო შეურაცხმყოფელი ჩვენთვის და განსაკუთრებით მინდა აი ამ კომენტარების ავტორებს მიმართა და ვუთხარით წარმოიდგინეთ თქვენ რო ყოფილიყავით სალომეს ნათისთავი როგორ მდგომარეობაში იქნებოდით სწორედ აი იმ წუთებში და არ ვიცი ცით ვერ გეტყვით ალბათ იქიდან გამომდინარე რომ მაინც ჩვენთან საქართველოში პატრიარქალური აზროვნება ალბათ ქალი უნდა იყოს მორჩილი, ქმრის, ну თავისთავად როდესაც ეს არის უნდა ანცემო. მე მგონი ჩვენ ამაზრს ყველა წინ უნდა აღვდგეთ, იმიტომ რომ ასე თუ გაგრძელდა, ასეთი პროფილი გექნება ძალიან ბევრი.
7 წლის მანძილზე პირველად მივეცი თავისუფლება ემოცია გამომეხატა და ძალიან დიდი ბოდიში. ძალიან ძნელია ემოციის გარეშე ისაუბრა ამ თემებზე. ბოლოს რომ შევაჭამოთ თქვენ მინდა კითხოთ ქალბატონფათი თქვენი მთავარი სათქმელი რა არის მაყურებლისთვის საზოგადოებისთვის რომელიც დღეს არის აღშფოთებული შეშფოთებული და გესამძიმრებთ ჩემი სათქმელი ისაა რომ ქართველი ქალი უნდა დაამსხვროს ის სტერეოტიპი რომ არ უნდა იყოს მონამორჩილი რომ ყველა ფერი ისე გააკეთოს რომ ისეთი ქმრისგან რომელიც ფსიქოლოგიური ზეწოლიდან ეკონომიკური ზეწოლამდე ის 5 ფაქტორი რაც არის სამოჯახური ძალადობის ეს უნდა გაითვალისწინოს და არ უნდა დაემორჩილოს ამ ყველაფერს განა მარტო კაცისთვის არის ეკლესია და სარწმუნოება მარტო ქალმა უნდა დაემორჩილოს მამაკაცმაც ხო უნდა შეასრულოს ამ შემთხვევაში თავისი მომალეობა და ის მარტო თავისი ცოლის გარდა სხვას არავის არ უნდა ხედავდეს ამ შემთხვევაში სტერეოტიპი უნდა დაიმსხვრას ქალებს თავის უნდა მიცეს უფლება თუ კი რამე შესაძლებლობა აქვს გამოავლინონ ის და მიხედონ თავის საკუთარ თავს და არ გახდეს მთელი ცხოვრება მონამორჩილი ისეთი კაცისგან რომელიც მარტო თავის თავზე ფიქრობს და არა ცოლშვილისთვის ცოლშვილი მხოლოდ იმისთვის უნდა რომ რომივა საღამოს ნასკი და ფეხსაცმელი გახადოს ძალიან დიდი მადლობა ძალიან ძლიერი ხალი ხართ და თქვენს გვერდით, თქვენი და თქვენი მწუხარების გვერდით და დიდი ბოდიში, რომ ამდენი ხანი ყველა ჩვენგან ვიყავით ჩუმად. მე მგონი საზოგადოების ბრალიც არის, რომელიც ამ ყველაფერს ხედავდა და თვალს ხუჭავდა. მე ასე მგონი. მარიამზე წარსულში ლაპარაკი, ძალიან თორე. სახში შემოვედის ბაღიდან და სადარბაზოში იყო ჩოჩქოლი. რომელი საათი იყო ქალბატონს დაახლოებით? 10-20 წუთი. მანამდე მეზობელმა დარეკა პატრონში. რომ ხმაური გამოდიოდა კიბის ქვევიდან. ჩვენ გვეგონა რომ იყვნენ ახალგაზრდები ან სვავდნენ. ან რაღაც საქმით იყვნენ დაკავებული და ეს იყო ჩვენი მიზანი რომ პატრონს გამოეყვანა ისინი. ანუ ისმოდა ხმაური. დიახ. ამის შემდეგ პატრონი მოვიდა და გამოიყვანეს დაჭრილი ბიჭი. რომელსაც ჩვენ არ ვიცნობდით. თითქმის ყველა მეზობელი ჩამოსული იყო ახალგაზრდებიც და ყველა. ბიჭს რომელსაც არ ვიცნობდით, რა თქმა უნდა, შეძლებს დაგვარათი წყალი მოგთხოვეს, კაპლი და ჩვენ გავუწიეთ დახმარება, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცნობდით. ეს ბიჭი საკაცაზე დააწვინა სასწრაფო, ექიმმა შეიხედა კიბის უჯრედში და თქვა რომ გოგონას ცხედარი, ანუ გვამს ვერ ვიტყვი, ცხედარია და ჩვენ თხოვეთ რომ იქნება არ არის ცხედარი და იქნებ ცოცხალია ჩქარა გამოიყვანეთ. ამ დროს არ იცით ვიზია? არ ვიცით ვინ არის. ნუ ვიღაც ახალგაზრდა გოგო და ჩვენთვის არ ქონდა ამას მნიშვნელობა. მას დახმარება ჭირდება. და ამ დროს როდესაც ის გოგონა გადმოაბრუნეს, ეს ზუსტად ესე ხელი გადმოვარდა და სამაჯულით ვიცანი მარი. ისეთი ამბავი ატყდა, ამის გადმოცემა არ შეიძლება. მე რატომ გული წამივიდა? მე გონზე რომ მომედი უკვე მარი აღარ იყო. ცოცხალი არა, მარი უკვე 20 წუთის მოკლული იყო. იცით რა? მარი რუსულ სკოლაში სწავლობდა და ძალიან დაადგინა რომ ეს ხო განზრახულა. კვლევაში ეჭვმიტანილი არის ის ვაჟი. იცით ქალბატონო მაია, ჩვენი ბიჭს უბანი. აი სახლი სადაც მარი ცხოვრობდა და როგორც მე მისი უფროსი მეგობარი, მე ეს ბიჭი არასოდეს არ მინახია და არ ვიცნობდი. თორე აი ვაცხადებ ტელევიზიით რომ მე რო ის ბიჭი მცნობოდა აი რა ვიცით როგორც უნდა მაყურება აი ესე გამიგოს და მარი და მენახა მოკლული მე სასწრაფოს არ დაურეკა. არა რას ვწავლებ? აი ესე ვიზავდი, იმიტომ რომ მარი ჩემთვის მე შვილი არ ყავს. ისინი მეგობრები არაფერი არ ვიცით. ჩვენ არაფერი არ ვიცით. და იმიტომ აკითხვა რატომ მოხდა ეს. და შემდეგ მან სცადა თავის მოკლან რატომ იყო დაჭრილი? თვითონ დაირტყა და როგორც სასამართლოში განაცხადა.
დანა რომელი დანითაც მოკლა მარი დაირთვა თვითონ მე ისინი ერთად არასოდეს არ მინახავს მე მათი დამოკიდებული შესახებ არ ვიცოდი აბსოლუტურად ყველასთვის იყო გაუგონარი შემთხვევა იმიტომ რომ არ ვიცი ვერ გეტყვით კითხვა გვაქვს დღემდე რომ რატომ თუ უყვარდა რანაირად გავამართლოთ სიყვარული ასეთი ტრაგედიული ულალობით თუ ეჭვიანობდა რატო კლავდა გაერკვია იქნებ მარეს არ უყვარდა თავად თვითონ რას ამბობს ანუ ამჯერად რა ეტაპზეა საქმე ძალიან რთულია ახლა ამ თემაზე საუბარი და კეთს ვიხრით ყველა თქვენს წინაშე ჩვენ გვიდა ამ გადაცემას აქციის სახე კონდეს ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე 14 ქალია მკვდარი მამაკაცის მხრიდან ძალადობის გამო ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს არის თქვენი აქ მოსვლის თქვენ გითხარით რომ მე არ მინდა რომ სხვის შვილებიც იგივეს ემსხვერპლანო თუ შეიძლება მიყვეთ თქვენ რა იცით ანუ რა იცოდით მანამდე რატომ მოხდა ეს ყველაფერი არის უამრავი პასუხგაუცემელი შეკითხვა ჩვენთვის ახაც არის პასუხზე ვერ ვპასუხებ მაგ კითხვას იმიტომ რომ აქამდე ჩვენ თავს სულ ეკითხები რატო რისთვის და ვისთვის მომიკვლეს შვილი 10 წლის ნანატრი ჩემი მარიამი რატომ უნდა ყოფილიყო ასე არაფრის გულიზე არ ვიცი რა ვთქვა როგორ მიმართო ამ დედებს რომელიც რო გააჩინეს ეს კვლელები რატომ უნდა ყოფილიყო ესე ახალგაზრდა გოგო სიცოცხლეც სავსე ყველანაირად აქტიური ცხოვრება სწავლა ცეკვა მოდელობა ყველაფერს ასწრებდა და ერთ წამში ჩემი შვილი მომეცალა ხელიდან რის გამო ვის გამო თქვენ გიყვებოდათ რამეს ქავტომარინა მე მარტო დედა კი არა მეგობარიც ვიყავი და ქალიც ვიყავი მარისთვის და ყველაფერიც ვიყავით ერთმანეთისთვის ძალიან მეგობრული ურთიერთობა მქონდა მარისთან ორჯერ მარტო დავსწრებია ვარ ტელეფონის საუბარზე რომ ამბობდა რომ თავი დამანები აღარ დამირეკო მე არ მიყვარხარ მარტო ეგ იყო და მე მეგონა მორიგი რაღაცა თაყვანისმცემელი იყო და დაანებებს ჩემს შვილს თავს არც გვეგონა და არც ვიფიქრებდი რომ ჩემი შვილი ესე იმსხვერპლობდა ვიღაცის სიყვარული თუ შეიძლება მაგას ეგრე დავარქვა ეს დადგენილია რომ ეს თქვა თაყვანისმცემელი იყო ეს სიყვარულის ამბავი იყო და კონფლიქტიც ამის ნიადაგზე მოხდა თვითონ ეგრე ამბობენ და ჩემი შვილს არავინ არ უყვარდა ჩემი შვილს დიდი გეგმები ჰქონდა დიდი წინწასვლა და მიზეზი რა არის მკვლელობის რა დაადგინეს უარის თქმა რო უარი უთხრა ან ჩემი იქნები და ან არავისი აი ეს იყო ხიფაც გრძნობდა არა არასდროს რამე საშიშროებას რომელიც ამ ადამიანისგან მოდიოდა არა არასდროს არ გრძნობდა თორემ ეს არაფერი არა მე თვითონ ვგრძნობდი ჩემი შვილი ძალიან იყო თავისუფალი და ყველა აზრს მიზიარებდა არასდროს ანუ მისი პირადი ცხოვრება თქვენთვის არ იყო დამალული არ იყო რატომ დაგიმალათ ეს ფაქტი მაშინ რომ არსებობდა ადამიანი რომელიც მას არ დამიმალა აწუხებდა ახლა ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი ყავდა და ყველას უარს როებნებოდა ეს ცხადია მაგრამ ეგ არ დამიმალა მე ვიცოდი რომ იყო თაყვანისმცემელი ვიღაცა უბნელი ბიჭი ну მიფიქრეთ თვითონ თავის საქმის მოაგვარებს არა სიტყვის და არ უნდა და აი ესე ჭრილობები მას ჰქონდა ცივი იარაღით მიყენებული დამით სამჯერ და ეს ნასიკვდილო ჭრილობები დიახ გულის აირში თუ ჰქონდათ მე რამე შეხება მკვლელის ოჯახთან არანაირი ისინიც არ გამოსულა არანაირი თქვა ამ ვაჟის დედას არაფერი არანაირი გავტომარინა უპრიანი იქნებოდა რომ ამ გადაცემაში მონაწილეობა მიიღო მეორე მხარესაც ასე უფრო სწორი და რატომ იცით რა არის
ამ თემაზე არასდროს არ ვლაპარაკია მარიამს. ერთი იმის თქმა შემიძლია, რომ ძალიან ლამაზი იყო და ყველა მიცის ეგ თემა საქართველოს და ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი ყავდა და ეს ერთ-ერთი ჩვეულებრივი ფაქტი იყო, რომ ვიღაც ანუ არსებობდა მარიამის ცხოვრებაში ისეთი ადამიანი, რომელსაც მოსწონდა. როგორც ასეთი ეს რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა, რომ ბევრს მოწონდა და ბევრი თაყვანისმცემელი ყავდა. ძალიან ბევრჯერ იყო ეგეთი ფაქტი და ანუ ალბათ ეგ იყო ერთადერთი მიზეზი, რატომაც ესე დეტალურად არ ჩაეძინენ ასე რომ ვთქვათ მაგ პიროვნებას რა და მაგ პიროვნების ზოგადად საქციელს. და როცა ამასთან შესახვედრად მიდიოდა არავისთვის არაფერი არ უთქვა ამ სადარბაზოში რატო შეხვდა ანუ სადარბაზოში ის უკვე მიზანდასაყრად ელოდებოდა და ძალიან მოულოდნელად გათიშა ბავშვი და მე მიაყენა და რას ნიშნავს გათიშა? ნუ და ანუ სადარბაზოში ელოდებოდა. დიახ. ეს საიდან იცით თქვენ? მე ეგეთი დასკვა ვიდეო კამერებიც იყო გარეთ გაყენებული არის ჩვენთან ხო ამერიკის საელჩოა ჩვენ ბინასთან და მე ეს ვიდეო კამერებით რომ მარტო შემოდის მარი სადარბაზოში და ეს ხდება ყველაფერი სადარბაზოში. რას ნიშნავს სასჯელი ქალის მიმართ, რომელიც გიყვარს? რა სასჯელია ეს? რა ხდება ამ დროს ადამიანის ფსიქიკაში? რატომ იდის ასეთ რადიკალურ ნაბიჯამდე? ახალგაზრდა კაცის გონებაში რა ხდება ამ დროს? რატომ არის ასეთი გახშირებული ეს ყველაფერი? ვერ გეტყვით პასუხს, რატომ მოკლა მარიამი? თუნდაც არ ყვარებოდა მარიამს, თუნდაც გაბრანჯოდა ისე უარი ეთქვა, რატომ კლავს ამ დროს კაცი, ბიჭი, მამაკაცი ქალს? ამაზე პასუხი მაია დღემდე არ არსებობს. არ ქმნევენ ეჭვიანობას. პირველი რასაც არ ქმნევენ ეჭვიანობას. და არავინ არ ფიქრო, არავის არ მოსვლია აზრად, ალბათ მოსვლია და მე არ გამიგია, რომ ამ შემთხვევაში ცით ძირითადი ფაქტორი მე მგონი ის არის, რომ ის კულელია, ის კაცი ხო რაღაც დაკომპლექსებული, რაღაც არ შემდგარი, რაღაც არასრულფასოვნების კომპლექსი აქვს. აბა რატომ უნდა მოკლა თუ არ უყვარხარ? სულ ეს კითხვა მაქვს მარიამის მერე. აი რატომ უნდა მოეკლა? არ მიყვარხარ, რატომ კლავ? გამეცალე. ან თუ ბოლო თუ ესე ძალიან აგრესიული ხარ და ჩემი გამწარება გინდა იჭორავე ჩემზე. რატომ კლავს სიცოცხლეს, რატომ მართმევ? მე მინდა ძალიან დიდი მადლობა აგითხრათ იმისთვის, რომ აქ მოხვედით. ეს იყო ძალიან რთული გადაწყვეტილება. ძალიან მძიმე გადაწყვეტილება და უდიდესი მადლობა ჩვენი მაყურებლის სახელით, ქალბატონ მარინა. ეს არის გადაცემა აქცია და ჩვენ ვეუბნებით არას ძალადობას და არას სიკვდილს. რა თქმა უნდა. 30 წლის რუსუ დამბერიძე მე-9 შულზე იყო ორსულად. ის ნაჯახით აჩახილი იპოვნეს. მკვლელობას მისი 10 წლის ქალიშვილი შეესწრო. მეზობლების ნაამბობით გოგონა სახლიდან ღრიალით გამოვარდა, მახლობლად მცხოვრები ბებიისკენ გაიქცა და უთხრა, რომ მამამ დედა მოკლა. მკვლელობიდან რამდენიმე საათში მეზობლებმა თეიმურაზ ქოქოევი სახლის უკან ხეხილის ბაღში ლეგვის ხეზე ჩამოფრჩალი იპოვეს. ბებიაო, კარი გააღეო სოფიკო, აი თქვენს მარტენიტი ახლა. მე მივედი, გავედი და გემნახე ესეთი გმარელს ჩაეტყა თავში ნაჯახის სამჯენ და ყელი გამიეჭერა. ბავშვები ამას უყურებდნენ. ბავშვები, როდესაც რომ პატარამ გეიღვიძა სკოლაში მიდის იმან და იმან გააღვიძა დიდი გოგო, მანანა, 12 წელსა. მანანაო ადეო და იმ გოგომ უყვირა, ამდენე რატომ დგებიო? ხო და მანანაო ადე დიდას სისხლეყო და რომ წამოღთა ბავშვმა იმაში ძეზე და რომ დაინახა, შოკში ჩავარდა და პატარა ხელში ეკავა, მეორე ხელში ეკავა, ორნივე პატარები რომ გავედი. ხო და ბავშვი განკალებდა შოქში ხო ჩავარდა. გარდაცვლილის დაუნდა შემოგვერწყდეს. გამარჯობა. თოქმარ შორის ჩხუბი, როგორც ამბობენ, იყო ჩვეულებრივი მოვლენა. ისინი ძალიან ხშირად ჩხუბობდნენ. არა, ძალიან ხშირად არ ჩხუბობდნენ. ხო. კონკრეტულად იმ დღეს რა მოხდა? მესმის რომ დედასთვის ცოტა რთულია ამაზე საუბარი, მან ერთ-ერთმა პირველმა. მე თვითონ აქ არ ვიყავ თბილისში ვარ გათხოვილი და სიძენ და გვირეკა და გვითხრა.
რომ თქვენი და ყელი გამოუჭერიო და ესე დაგირეკათ და გითხრათ. დაგირეკე მოგვახარ. თქვენ დას ყელი გამოუჭერიო? ხო. და 9 საათის მივიდა მირეკეს და თვითონ თავი ჩამოერჩა. მათ ყავდათ 8 შვილი. 9-ზე 2 მიზეზი რა იყო როგორ გონიათ ასეთი ოჯახური სკანდალების რატომ ხდებოდა ეს სკანდალები? ემუქრებოდა ხოლმე ისედაც რა ვიცი. ცემდა სხვა დროს. ხელით არ ეხებოდა ისე დამუქრებით ემუქრებოდა. როგორ გონიათ რატომ მოხდა ეს ყველაფერი? რა ვიცი. ბავშვები სად არიან ახლა? ეხლა თავრობას ყავს ზოგადად. სად არიან ბავშვები? ბავშვთა სახლში არიან? არა, 4 ერთ ოჯახს ყავს, 4 მეორე. და როგორ არიან? კარგად არიან, კარგად ავლიან. მეზობლებს დაუძახოთ მაშინ. ყოველთვის ხდება ასეთი იგი, მაგრამ ძალიან კაი ურთიერთობა ქონდა მეზობლობაში მაგენს. ერთმანეთთან როგორი ურთიერთობა გქონდათ? ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ქონდა და ამ ბოლო ჯამში არ ვიცი რა მოხდა. ხო. იმიტომ რომ ძალიან უყვარდა იმ მის ქმარს მისი ცოლი. და ასე თუ გაგრძელდებოდა და ეს საქმე ასე იქნებოდა, მე ვერ წარმომიგენია. არ ჩხუბობდნენ, ანუ იყო ასეთი ვერსია, თითქოს ეს სკანდალები იყო ძალიან ხშირი. სკანდალები ამ ბოლოს იყო. თავიდან რო არ ყვარებოდათ ერთმანები და არ ყოფილიყვნენ კარგად, ამდენი შვილი ხომ არ ეყოლებოდათ. კარგად იყვნენ, მაგრამ ამ ბოლოს რა მოხდა? ჩხუბის ხმა თუ გაიგონეთ იმ დღეს? არა. იმ დღეს აი რა ნახეს მეზობლები? ისეთი კარგი საღამო ჰქონდნენ სიმღამეს, ისეთი მხიარულები იყვნენ, პირველად ნახეთ მასეთი მხიარული მაგინი. რატო რას უკავშირდებოდა? რას უკავშირდებოდა? წევიდნენ ფული ეიღეს, მოვიდნენ სახლში. საიდან აიღეს ეს ფული? ფულს ხებულობდნენ დახმარებას. შემწეობას. ხო, შემწეობას. მატერიალურად უჭირდათ? უჭირდათ, ძალიან უჭირდათ. ხო. ისე უჭირდათ? რითი ირჩენდნენ თავს? აი, დახმარებით ირჩენდნენ თავს. რამდენი ქონდათ დახმარება? თუ იცი. ბაღლებზე და ბავშვებზე რა თქმა უნდა არის. როგორც მრავალშვილიანი. მრავალშვილიანი. არც ერთი მათგანი არ მუშაობდა ქალბატონი. არა, არ მუშაობდა. არა. არ მუშაობდა. და საღამოს თქვენ ერთად იყავით, ანუ საიდან ისეთი მხიარული ღამე ჰქონდა ეზოში, ჩვენ ეზოში გზა, ისე გადის მისი გზა. ისეთი მხიარული ღამე ჰქონდა. ეს მხიარული ღამე რას ნიშნავს? რას ნიშნავს და კარგად მხიარობდნენ. სტუმარი ჰყავდათ ვიღაცა, მანქანით. რაღაც ოჯახური თავყრილობა იყო, კეიფი იყო, სუფრა იყო, ამას გულისხმობთ? ხო. ძალიან კარგად იყვნენ იმ ღამეს, ძალიან. და მკვლელობა დილით მოხდა გამთენისას 6 საათზე მოხდა მკვლელობა. რომ მივედით, ყველა არ იყო ტარი, თბილი ტარი. იყო ასეთი ჭორი, თითქოს ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა ეს ყველაფერი. შეიძლება გითხოთ, აი თქვენ რა იცით ამის შესახებ? მაგი არ გიგვიქიათ. პირადად ჩემთან ძალიან კაი გოგო იყო, თითქოს ჩემი შვილი იყო, ისეთად მაფასებდა და მეც მას ვაფასებდი, მაგრამ ასეთი არ წამოსვდნენ არც დიდებით. არაფერი მასეთი გლახა არ უთქმია. რამეს არ დამალავდა ჩემთან. ბავშვები როგორ არიან ახლა? ვის ქონდა ბავშვებთან ურთიერთობა და ფსიქოლოგიურად როგორ არიან? კარგად კი არიან, მაგრამ ბებიას უნდა რომ ერთად იყვნენ და ერთი ჭერქვეშ საცხა. ეს რვა წარეთ დარჩენილი ობლები, რომ რამენერად ვინმე თითო ესეთი ხელი გაუწოდოთ და რამენერად ესეთი რამე სახლი არიან რაცხა იმპერიუმ რვანმე ბავშვმა გაიზარდონ ერთად ერთ ოჯახში და ქონდნენ დანძმული სიყვარული. შეძლებთ ბავშვების შენახვას ქალბატონი? მე თვითონ? ხო. არ მაქვს გასახანი, ადგილი არ მაქვს. აბა თქვენთან როგორ უნდა იყვნენ? რომ კონდეს იმ ბავშვებს სახლი გარი და გასახანი, შევძლებ კი არა, მან ბავშვების და ფეხსეც დავდგები. გავდივი, შევხედავ. ყველანაირად მოიმართებ, რომ ბავშვებს მოყურებ. ბავშვებს მოყურებ ცეცხლი მეკითხება. იმათ უძახდა სახელი და მე მიწაგია დედას. მეზობლებს კითხავთ. საცხოვრობდა ეს ოჯახი, მათ საკუთარი სახლი არ ჰქონდა? არ ჰქონდა. აბა საცხოვრობდნენ ისინი. ჩვენთან ფაბრიკა რო იყო, მე სასადილო მივარდნილი სასადილო, ის მისცეს და იმ სასადილოში იყო აგენი. ეს არის შემთხვევა, რომელზეც კომენტარის გაკეთება ალბათ არის ძალიან რთული. მე არც კი ვიცი რა ვთქვა. გვაქვს მაყურებლის გულისხმიერების იმედი, იმიტომ რომ ურთულესი
გარემოებები გახდა მიზეზი იმისა, რომ ბავშვების მამამ ნაჯახითაც შეხა დედა, შემდეგ თავი მოიკლა, თუმცა ახლა 8 ბავშვი არის უმწეოდ დარჩენილი. მე არ ვიცი რა გამოსავალი აქვს ამ სიტუაციას, რა ჯობია ბავშვებისთვის. ბებიასთან დაბრუნება სოფელში თუ იქ იმ ოჯახებში ცხოვრება, სადაც ბავშვები ცხოვრობენ.